24 წლის პაატა ბურჭულაძის ცხოვრება ორხაზად იყოფა. პირველი ოვალური სამყაროა, რომელშიც 2015 წლიდან ჩაერთო. ახსოვს გადამწყვეტი დღე, როცა რაგბის კლუბიდან სკოლაში მოვიდნენ და მოთამაშეების შერჩევა დაიწყეს. მაშინ პირველად შეეხო განსხვავებული ფორმის ბურთს და მას მერე ამ სპორტით ცხოვრობს. ჩემი კარიერა დაიწყო ჩოხატაურის გუნდის ფონეში, თუმცა ძალიან ცოტა ხანი მომიწია ესე რომ ვთქვა და იქ თამაში, შემდგომ კიდევ რუსთავის ხარებში გადმოვედი და უკვე 8 წელია რუსთავის ხარების წევრი ვარ. უკვე 8 წელია რუსთავის ხარებში მესამე ხაზში, 7 ნომრად თამაშობს. რაგბი მისი ცხოვრების ის ეტაპია, სადაც უამრავი სიხარული, ბრძოლა და გამარჯვება მიიღო. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა, თუნდაც ის რომ რას ნიშნავს მოიგო ნაკრების მაისური, მოусმინო ჰიმნს, გახვიდე მსოფლიო ჩემპიონატზე, ის ემოცია, თუნდაც გახდე საქართველოს დედიათის ჩემპიონი, რაგბი არის ცხოვრება ჩემთვის. დღის დიდ ნაწილს ამ მოედანზე ვარჯიში ატარებს. მუდმივი განვითარებით ცდილობს გუნდს წარმატება მოუტანოს. ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რადგან საკუთარი რესურსის სწორად მიმართვა ამ მოედნის მიღმაც კარგად გამოსდის. როგორც კი მწვანე საფარს ტოვებს, მორაგბე პაატა ფიზიკური თერაპევტი ხდება. როდესაც მოედნიდან გავდივარ, იწყება ჩემი მეორე ცხოვრება, ჩემი მეორე პროფესია, რომელსაც ვაგრძელებ სპექტრუმში და იმ ბავშვებთან, რომლებთანაც დღის თითქმის ნახევარს ვატარებ რა, ჩემი ერთი დღის. მე მეხმარება მათი ემოციაც, იმ ბავშვების, რომლებიც მე იქ ხვდებიან და მე ვიცი, რომ მელოდებიან, რომ როდის მივალ. ყოველდღე საკუთარ პროფესიულ და სპორტულ გამოცდილებას სხვადასხვა საჭიროების ბავშვებს უზიარებს. სპორტული ვარჯიშები, რასაც თავად მოედანზე ასრულებს, განსხვავებული ფორმით ცენტრის ბავშვებთან გადმოაქვს და ასე ერთად ვითარდება მთელი გუნდი. ერთი საჰა გამომართი ბურთი ჩავაგდე წითელ ნიშნულში. ოი, ჩამოდიხარ და ბანდილა. სპექტრუმი ბავშვთა განვითარების ცენტრია, სადაც წლინახევრიდან 12 წლამდე ბავშვები სწავლობენ. აქ თითოეული ბავშვი ქცევის და მეტყველების კუთხით განმავითარებელ კომპლექსურ თერაპიებს იღებს. ცენტრის მთავარი მიზანი სხვადასხვა საჭიროების ბავშვების სოციალიზაცია, გარემოში ადაპტირება და საკუთარი ძალებით სამყაროს შეცნობა. როდესაც დავამთავრე ფიზიკური მედიცინა რეაბილიტაციის ფაკულტეტი, შემდგომ ჩემ თავს დაუშვი კითხვა, რა კუთხით შეიძლება ეხლა მე გამოვიყენო ეს ჩემი პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახლოს არის სპორტთან, ტრავმებთან და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, რაღაც გარკვეული დროის ფიქრის შემდეგ, ფიზიკური თერაპევტის კუთხით მინდოდა წავსულიყავი ბავშვთა ცენტრში. რამაც ძალიან დამაინტერესა, ეს გადაწყვეტილება კი მიმაღებინა იმან, რომ ძალიან მიყვარს პატარებთან ურთიერთობა. გასაუბრება გაიარა. ჯერ სულ ცოტა ხანია, რაც ამ ცენტრში თერაპიას ატარებს. თუმცა მისი დამოკიდებულება, შრომის მოყვარეობა და ბავშვებისადმი სიყვარული მთელი გუნდისთვის შესამჩნევია. ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი აქცენტი, რატომაც მიგვიზიდა ამ სპეციალისტმა იყო ის, რომ პაატა არის მორაგბე და ვიფიქრეთ, რომ ჩვენ სპეციფიკას შეიძლებოდა ეს მიმართულებაც გამოგვდგომოდა. მოგწონთ გარემო? დიახ, ძალიან მოგწონთ. ძალიან კარგი. სხვადასხვა საჭიროების მქონე ბავშვებთან, რადგანაც მიწევს მუშაობა, მათ ჭირდებათ პირველ რიგში ყურადღება და სხვადასხვა მიდგომა იმისთვის, რომ მათ ეს ბარიერები გადალახონო. იქ, რასაც ვივარჯიშებ მე ბავშვებს, იმ ბარიერების დაბრკოლება იქნება, მსხვილი მოტრული უნარების გაუმჯობესება. შემდგომ მაქვს საშუალება, რომ გამოვიდე ღია სივრცეში და ბავშვები დავაკავდეს, ესე ვთქვათ, იმ აქტივობებით და ის ბარიერები გადალახონ ბუნებაში. პაატას გასვლით თერაპიაზე ბირთვისის ტყეში გამოვყევით. ბავშვები შემოდგომას აქ განსაკუთრებით აღიქვამენ. დანიშნულების ადგილამდე არაერთი დაბრკოლება ხვდებათ. თუმცა სხვა თერაპევტებთან ერთად პაატა მასწავლებლის იმედია.
ყველა ბავშვთან არის ძალიან თანმიმდევრული თავის საქმის ძალიან ყურადღებით უდგება და რაც ყველაზე მთავარია, რაც ძალიან მომწონს, ის არის ის, რომ ძალიან შრომის მოყვარიან. შეუძლია საკუთარ თავზე იმუშაოს და ნაბიჯ-ნაბიჯ განავითაროს თავი. მსგავსი გასვლები ცენტრის მოსწავლეები ჯგუფურ მუშაობასაც ეჩვევიან და ბუნების ბარიერების დაძლევით მომავალში ცხოვრებისეულ დაბრკოლებასაც უფრო მარტივად აღიქვამენ და ძლევენ. აატა ბურჭულაძე საკუთარი პროფესიით ცდილობს მოსწავლეების სპორტით დააინტერესოს. ოვალური სამყარო რომ აინტერესებთ, ეს ამ კადრებშიც ჩანს. ასეთ მასწავლებლის თამაშებზე ერთად დადიან და ამხნევებენ მას. ანუ შინაგანად ვარ ძალიან ბედნიერი. მიამაყება ეს ყველაფერი და აი მაქსიმალურად ვცდილობ, რომ აი მეც კარგად გამომივიდეს ყველაფერი, რადგან მათ სიხარული მივანიჭო და დიდი პასუხისმგებლობა არის. აი ძალიან დიდი პასუხისმგებლობა არის. იმიტომ რომ ეს პატარები აი რაღაც კუთხით აბედნიერებენ იმ მომენტებს, რაც მე თამაშზე თუნდაც მაქვს და თამაშიდან მე თუნდაც ვიღებ ამ სიამოვნებას. სპორტსმენის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივარი, აი ვინ დგას მე-16 მოთამაშით. აი მე-16 მოთამაშით სწორად არის აი ეს გულშემატკივარი, აი ეს პატარა ბავშვები. აატას ამ სფეროში ჩართვამ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა გამოიწვია. ბავშვები ბუნებრივ გარემოში ეცნობიან იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც მორაგბეს უნდა ჰქონდეს. უკვე პროცესში არიან და ძალიან მალე სპექტრუმთან არსებული მორაგბეთა ნაკრები ჩამოყალიბდება, რომელსაც მენტორობას პაატა გაუწევს. გუნდში კი შესაბამისი ინტერესისა და უნარების მქონე ბავშვები გაერთიანდებიან. აუცილებელია საზოგადოების თითოეულმა წევრმა სხვადასხვა სფეროდან იგრძნოს სოციალური პასუხისმგებლობა და მსგავს აქტივობებში ჩართვის აუცილებლობა გაიაზროს. ამის მაგალითად სწორედ პაატა იქცა. ყოველი დღე ახალი შანსია დაამტკიცონ, რომ ყველაფერი დაძლევადია. ის ენერგია, რაც ჩემგან მოდის, აი ამ ყველაფერს მაძლევს ბავშვი. ეს კიდე გამოწვეული არის, ესე რომ ვთქვა, შედეგით. აი, შედეგით ის, რომ თუნდაც ერთი თვის განმავლობაში მთელი ენერგიულად მუშაობდით, მაქსიმალურად ვიყავით ჩართული როგორც მე, ასევე ის ბავშვები, რომლებთანაც ურთიერთობა მაქვს და პროგრესს, როდესაც ხედავ, ეს არის ჩემი ძალიან დიდი мотиваცია. მიქმნის იმის პასუხისმგებლობას და იმ დადებითი ენერგიის წარმოქმნას ჩემში, რომ აი შეუძლებელი არაფერი არ არის და ყველაფერი არის დაძლევადი. შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ ორ განსხვავებულ სფეროში ერთნაირად იბრძვის. მოედანზე გადადგმული თითოეული ნაბიჯი პაატასთვის ცენტრში ბავშვებთან დაძლეულ მორიგ დაბრკოლებას ნიშნავს.